მოგესალმებით, მე ვარ თია ჯიქია, მხატვარი. ამ ვიდეოში აგიხსნით, როგორ დავხატოთ რეალისტური თვალის ფორმა შუქჭრდილის დახმარებით. ვისაც ხატვა გაინტერესებთ, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი არხი, დამილაიქოთ და შემომიერთდეთ ხატვის გაკვეთილებზე. დავიწყოთ. ხატვის დასაწყებად დაგჭირდება სხვადასხვა ნომრის ფანქრები, HB, 7B, 2B, წვრილთავიანი და რეზინის საშლელი. პირველ რიგში გავავნებ ჰორიზონტის ხაზს, მოვხაზავ წრეს და დავიწყებ დასუსტებას. მოვნიშნავ სიმაღლისა და სიგანის ხაზებს, რომელიც ცენტრიდან ერთმანეთის ტოლი უნდა იყოს, როგორც სფეროს შემთხვევაში, და მოვხაზავ წრეს. ცენტრში ჩავხატავ შედარებით პატარა წრეს. და კიდევ ერთ პატარა წრეს. ეს იქნება თვალის ცენტრი, რაზეც ავაგებთ ფორმას. თვალის ზედა ნაწილში ხაზი უფრო მეტად დახრილი რკალისებური უნდა იყოს. ასევე დააკვირდით, რომ თვალის ფერად გარს ოდნავ ქვევით უნდა ცდებოდეს. მთლიანობაში თვალს უნდა ჰქონდეს დაახლოებით ნუშის ფორმა. გამოვიყვან საცრემლეს და თვალის ქვედა ფორმას, რომელსაც ასევე რკალისებური ფორმა აქვს და ერთდება თვალის კუთხესთან. მთლიანობაში დიდი წრე გვეხმარება თვალის სწორად აგებაში, საშუალო წრე ჩვენი თვალის ფერადი გარსია, ხოლო პატარა წრე ყველაზე მუქი, იგივე თვალის გუგა გახლავთ. მოვნიშნავ ასევე თვალის ქვედა წამწამების ხაზს. და თვალის ზედა ქუთუთოს. გუგის ცენტრში დავტოვებ განათების ადგილს. რეალისტური თვალის ფორმის მისაღებად საჭიროა დეტალების გამოყვანა. მაგალითად, გუგის გარშემო მოვნიშნავ ტალღოვან ფორმას და დეტალურად გამოვყვან. თვალის ფერად გარსზე დავამატებ პატარა დაყოფილ მომრგვალო ხაზებს, რომელიც დაჩრდილვის შემდეგ ბუნებრივ იერს მისცემს თვალს. საჭიროა არ იჩქაროთ, მიყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ ხატვის ვიდეოს და აუცილებლად გამოგივათ. წამწამები ძალიან ალამაზებს თვალის ფორმას. სათითაოდ გამოვიყვან თვალის ზედა ხაზიდან, ქვევიდან ზედა მიმართულებით რკალის ფორმის ხაზებით. ასე უფრო ბუნებრივი და ლამაზი გამოჩნდება. ხოლო რაც უფრო ცენტრისკენ გადავალთ, ხაზები უფრო მეტად დაპატარავდება. თვალი რომ უფრო ბუნებრივი გამოჩნდეს, დავუხატავ წარბს, რომელიც თვალის სიგრძეზე ოდნავ დიდია. ზედმეტ ხაზებს წავშლი და დავიწყებ თვალის დამუშავება შუქჭრდილით. შუქჭრდილი ნახატს რეალისტურობას და ბუნებრივობას აძნავს. გუგა ცენტრში თვალის ყველაზე მუქი ადგილია, რომელსაც კარგად გავამუქებ. გუგის ცენტრში სუფთად დავტოვებ თვალის ანარეკლს, რომელიც თვალს სინათლეს მატებს და ნელ-ნელა გამოვიყვან გარშემო ფორმებს, რომელიც უკვე მოხაზული მაქვს. ერთ ტონში დავშტრიხავ თვალის ფერად გარსს. კიდევ მეტად გამოვკვეთავ ხაზებს. საშლელის დახმარებით ამოვანათებ პატარა დეტალებს. თვალის გარშემო და შიგნით კონტურებს გავამუქებ.
შიდა გარს დავჩრდილავ რბილი, ძალიან მკრთალი შტრიხებით, რომელიც თვალის კუთხეებიდან უფრო მუქი იქნება და გრადაციაში გადავა ცენტრამდე. სათითაოდ გამომყავს ასევე ქვედა წამწამები. ზედა ქუთუთოს გამოვიყვან რბილი ხაზებით, შტრიხებით. წარბსა და ქუთუთოს შორის ნაწილი შედარებით ღია იქნება, რადგან ბუნებრივად ოდნავ გამოწეულია და ამ ადგილზე განათება ხვდება. ხოლო საცრემლესა და წარბს შორის ადგილი უფრო დაჩრდილულია, რადგან ეს ადგილი ბუნებრივად დაწეულია და განათება ნაკლებად ეცემა. გადავდივარ დეტანების დაზუსტებაზე მუქი ფანქრით. კიდევ უფრო მეტად გამოვკვეთავ მუქ ადგილებს. წამწამებს საბოლოო სახეს მივცემ, კარგად გავამუქებ უკვე არსებულ ხაზებს. ქვედა ქუთუთოს წამწამებს რკალისებრი ხაზებით ზევიდან ქვედა მიმართულებით ვხატავთ. თვალის გარე კუთხეში წარბის მიმართულებით ვაკეთებთ რბილ ჩრდილს. კარგად გამოვკვეთავ და დავჩრდილავ ქვედა ქუთუთოს. ხატავ საკმაოდ რბილი და მსუბუქი შტრიხებით. საბოლოო შედეგის მისაღებად დავხატავ წარბებს და სათითაოდ გამოვიყვან თითოეული თმის ღერს. თმის ღერებს ვუხატავ ერთი მიმართულებით სხვადასხვა დახრის რაკურსით. იმედია გაკვეთილი მოგეწონათ, თქვენს ცადეთ აუცილებლად გამოგივათ. შევხვდებით შემდეგ გაკვეთილზე.